შავშეთის ქუჩის 29 ნომერში მდებარე საერთო საცხოვრებელში წუხელ ჭერი ჩამოინგრა. ჩამონგრების შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილობრივთა თქმით, დაზიანებული სახურავიდან გაწვიმებისას წყალი ჩამოდის, რის გამოც კედლები დაინესტა. როგორც ყოფილი ციტრუს კომბინატის შენობაში მცხოვრებლები ამბობენ, ავარიულ სახლში ათეულობით მცირეწლოვანი ბავშვი იზრდება. შემთხვევის ადგილზე აჭარის საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველები იმყოფებოდნენ. დაზიანებული სახურავი, საიდანაც წყალი ჩამოდიოდა, მაშველებმა დროებით შეაკეთეს. როგორია ბათუმის მერიის პოზიცია და იგეგმება თუ არა მობინადრეების განსახლება. ნახეთ მომდევნო გამოშვებაში. ავარიული ბინა არის. ჭერი ჩამოინგრა. პოლიც უნდა ჩამოინგროს. ოჯახი ვარ მე. ქმარი, შვილები, ყველანაირ და ღამე გასათენებელი არ მაქვს რომ ამეღა მეწევიდი. ფაქტის ახეზია ხომ გადაიგეთ ყველაფერი. რაც შემოვედით წითელ ზოლშია, აღებაშია, აღებაში, აგერ ყველანაირი საბუთი აქვს დომკომს, ყველანაირად იქნება, ვერაფერს ვერ მივახციეთ. მე რომ ახლა ყოფილიყავ, გარეთ ვიყავი გასული, კდარი ვიყავით ყველა. ჭერი ჩამოინგრა და დიეცა პოლიცი. თლათ რაც მეში მქონდა, არაფერი აღარაა, ყველაფერი განადგურდა. დასკვნაც გავაკეთეთ სამხარაულის, რომელშიც წერი არ აქვს, ხალხის ცხოვრება საშიშია. ვერაფერი აც ეს დასკვნა მგვიშველა არაფერი. რა ვქნათ, მანდამაძდები ხო ცოტა გვებივით? ჩვენო საშუალება არ გვაქვს ინვესტორი მოვა. სანამ ინვესტორი მოვაქშვია, ჩვენ თუ მოვხდით, მე რაღა გვეშველება. ამდენ ბავშვები არიან აქანე. ვინმეს რო თავში დაეცეთ და დაიღუპოს ბაღანა, მე საწევიდეთ მითხარით შვილო. ჩვენც ხო ხალხი ვართ, უკვე პატარა ბავშვი წეგან ცხარაცრევლები ტირო და შეშინებული ოთახში ვერ დააწვნა დედამისმა. ჩვენ რომ მოვედით, აქ სიტუაცია დახვდა, ჭერი იყო ჩამოვარდნილი, დაახლოებით 3-4 სიფართის ჭერი იყო ჩამონგრეული. ჩვენ დახმარება გაუწიეთ, კრიშაზე ავიტანეთ შეშტი, საიდანაც ჩამოდიოდა წვიმის წყალი, რომლის შედეგადაც ჩამოვარდა ჭერი და ჩვენ დავახურეთ შეშტი კრიშაზე. გაწვიმდეს საშიშროება დგას იმისა, რომ წყალი ჩამოვა, ჭერში გაუჯდება და ის ჭერი ჩამოვარდება, იმიტომ რომ ის ჭერი უკვე გასლებებულია.